შენ გინდა რომ იესოს როლი შევასრულო? სიგარეტს ეწეოდა. მელ გიბსონმა შემომხედა და მითხრა: "ო, თავი ჩაქინდრა." ძალიან შეშინებული იყო. უპასუხე: "კარგი." როგორ? გაოგნებული იყო. 2 დღის შემდეგ დამირეკა. ჰეი, ისევ გინდა იესოს როლის შესრულება? თუ გინდა, იცოდე რომ შეიძლება ამ ქალაქში ვეღარასოდეს შეძლო მუშაობა, მითხრა მან. შემეშინდა. ამან შემაშინა. ახალი ნაყიდი მყავდა ლამბორგინი და ვიფიქრე რომ ამ ყველაფერზე უარის თქმა მომიწევდა. ერთი წამით შემეშინდა, მაგრამ შემდეგ სიმშვიდე დამეუფლა და ვიგრძენი, რომ ეს ღმერთისგან იყო. ვუთხარი მეელს, მისმინე, ყველანი მოწოდებულნი ვართ იმისკენ, რომ ჩვენი ჯვარი ვატაროთ. ხოლო თუ არ აიღებ შენს ჯვარს და არ ატარებ მას, მისი სიმძიმე გაგსრეს. შემდეგ ვთქვი, ღმერთო ჩემო, რა იყო მკითხა მან? ახლა გავაცნობიერე, რომ ჩემი ინიციალებია JC და 33 წლის ვარ. შენ მთლად გამაგიჟებ, მითხრა მელმა და გათიშა. მელს ეშინოდა? რა თქმა უნდა. რისი ეშინოდა შენი აზრით? იმის, რომ არც ერთი არ ვიყავით საკმარისად კარგი ამ ფილმის გადასაღებად, ჩვენი წარსულის გამო. იმის გამო, ვინც ვართ, ყველაფრის გამო, სირცხვილს გრძნობდით. ამის შესახებ ჩემს მეგობარს ვესაუბრე. იცი ჯიმ, ღმერთი ყოველთვის საუკეთესოებს არ ირჩევს. მაგრამ მან შენ აგირჩია და ახლა შენზეა დამოკიდებული რაც გადაწყვეტ. ფილმში არის მომენტი, როდესაც მარიამი მირბის იესოსთან.
და ეუბნება აქ ვარ. ამ დროს დავიხარე და შენელებულ კადრებს თუ ნახავთ, შეამჩნევთ, რომ სისხლი მომდის პირიდან. ლამის ენა მოვიჭამე. ამ დროს მარიამს ვეუბნები. აჰა, ქმნი ყველაფერს ახალს. ქრისტინა სახსარი საშინლად მქონდა დაზიანებული. იმდენად რომ გაჭირვებით თუ ასრულებდი როლს. მელ გიბსონიც ამბობს ხოლმე ამასთან დაკავშირებით. ჯვარი თითქოს ჩვილი ბავშვივით მქონდა ჩახუტებული. მაგრამ სინამდვილეში ლამის მყვიროდით კივილისგან, როცა მინდოდა ჯვრისთვის ხელი შემომეხვია. თუმცა ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა. და იცით, ბევრი ადამიანი ვერც კი აცნობიერებს, რომ ეს ეგრეთ წოდებული პატარა შეცდომები სასწაულები იყო. გავაცნობიერე ის, რომ თუ ახლოს ხარ თუფალთან, ის არ უშლის ხელს იმას, რომ იტანჯოთ. მისი უახლოესი მეგობრები მასთან ერთად დაიტანჯებიან. ასეა. უდიდესი ტკივილი, რომელიც ამ ფილმის გადაღებისას ვიგრძენი, გაცილებით უფრო დიდი ვიდრე ჰიპოთერმიისას, იყო ის, რომ სიზმარში ვიგრძენი ღვთის სიყვარული და მივხვდი, რომ მასთან საკმარისად ახლოს არ ვიყავი. ერთ დღეს ფილმის გადაღების დროს მხარი დავეზიანე ჯვრის ტარებით. კუნთები დამეჭიმა. ხრის ძვალი გამიტყდა. როდესაც ვიღაცამ სხვა მიმართულებით მოკაჩა ძელი. მიწაზე დავაგდე. ქვიშაზე დავარდი და ეს მომენტი ფილმში შემორჩა. სხვა სცენაში იესოს მხრები მოტეხილია. ახლა ვიცი ეს რას ნიშნავს. ყოველ დღე უნდა ამეღო ეს ძელი. ეს სასჯელი იყო. გაგლიჯა ჩემი მხარი. სისხლი მდიოდა ხორციდან და ყოველი საათის გასვლის შემდეგ მდგომარეობა უფრო მიმძიმდებოდა. ღმერთი თითოეულ ჩვენგანს მოგვიწოდებს. ყოველ თქვენგანს, რომ მოიმოქმედოთ დიდებული საქმეები. თუმცა ხშირად ჩვენ მის მოწოდებას არ ვპასუხობთ. მხოლოდ ჩვენ სრწმენას იესო ქრისტეს მიმართ. შეუძლია გვიხსნას ჩვენ, მაგრამ საჭირონი არიან მებრძოლები, რომლებიც მსხვერპლად გაიღებენ თავიანთ სტატუსსა და მდგომარეობას, თავიანთ სახელებს და სიცოცხლესაც კი სიმართლისთვის. უდიდესი ტკივილი, რომელიც ამ ფილმის გადაღებისას ვიგრძენი, გაცილებით უფრო დიდი ვიდრე ჰიპოთერმიისას, იყო ის, რომ სიზმარში ვიგრძენი ღვთის სიყვარული და მივხვდი, რომ მასთან საკმარისად ახლოს არ ვიყავი. და ვუთხარი უფალს, შენ საკმარისად ახლოს არ ხარ ჩემთან და ვხელავ, რომ ქვეყნიერება ვერ იხილავს იესოს ჩემი მეშვეობით. უფალმა მიპასუხა, ახლოს რომ მოვიდე, შეიძლება არ მოგეწონო. მე ვუთხარი, არა, მოდი ახლოს უფალო. და როცა ჯვარზე ვიყავი უფალთან ერთად, მე კი არა, არამედ ქრისტე განასახიერებდა ამ როლს. სწორედ ეს მსურდა და ამაზე ვლოცულობდი. არ მინდოდა რომ ადამიანებს ჯიმკევიზელი დაენახათ. და იესო დაენახათ. უფალს ვეუბნებოდი, მინდა მათ შენ გიხილონ, მაგრამ ვგრძნობდი ტკივილს იმის გამო, რომ ქვეყნიერებას არ უყვარს იესო. ღმერთის შვილებს არ უყვართ იგი. მაგრამ უფალმა მითხრა, მინდა გითხრა, რომ მე მიყვარხარ. და ყოველ დღე გეტყვი ამიერიდან. ერთ რამეს გეტყვით, ჩვენს უფალს უყვარხართ.
სულ სხვა, როდესაც ცოლს, ქმარს ან შვილს მხოლოდ გონებით ეუბნებით მიყვარხარ და სულ სხვა, როდესაც ეს სიტყვა გულიდან ამოდის და გულით ეუბნებით ქმარს, ცოლს და შვილს მიყვარხარ. იმავენაირად მოიქეცით უფალთან მიმართებით. გულით უთხარით მიყვარხარ. ჩვენი ზეციერი მამა იმსახურებს ამას. მელ გიბსონმა ამ სცენის დროს მითხრა მე ომ ქრისტესთვის თვალებში არ შემეხედა, ნამდვილად შევიგრძენი სიტყვა, თითქოს და ზომიერი სიტყვა ამ ნაწილში. მე დამავიწყდა რომ არ უნდა შემეხედა იესოსთვის, მაგრამ როგორი თვალები. მე მათში გავაცნობიერე როგორ შეძლო იესომ შეეყვარებინა ცოდვილი. სამყაროში ხომ ამდენი კარგი ადამიანია. როგორ შეგიძლია მე მიყურო. ამ სცენამდე მსახიობი პეტრო სარუბი იყო ათეისტი, შემდეგ კი მისი სიცოცხლე იესო ქრისტეს მიუძღვნა.